თავი მე-16. რაც შეეხება წმიდათასათვის შეგროვებას, როგორც გალატიის ეკლესიებს დაუწესეთ თქვენც ისე მოიქეცით. ყოველ ერთ შაბათს თითოეულმა თქვენთაგანმა გადადოს თავისთან და გადაინახოს წარმატებისამებრ, რათა ჩემი მოსვლისას არ იწყებოდეს შეგროვება. ხოლო როცა მოვალ, ვისაც თქვენ ცნობთ სანდოდ, იმათ მივავლენ წერილებით თქვენი წვენის იერუსალიმში წასაღებად. და თუ იქ ჩემი წასვლაც ღირს, მაშინ ჩემთან ერთად წამოვლენ. ხოლო მე მოვალ თქვენთან, როცა მაკედონიას გავივლი, ვინაიდან მაკედონიაზე უნდა გავიარო. თქვენთან კი შესაძლოა გავჩერდე, ან იქნებ გამოვიზამთრო, რათა გამაცილოთ იქ, სადაც წავალ. ვინაიდან ახლა არ მინდა თქვენი ნახვა გავლით, არამედ ვიმედოვნებ, რამდენიმე ხანს დავრჩე თქვენთან, თუ უფალიინებებს. ხოლო ეფესოში დავრჩები 50 დღემდე. ვინაიდან ჩემთვის ღია ღვაწლის ფართე კარი და მოწინააღმდეგენიც მრავლად არიან. და თუ ტიმოთე მოვა, ეცადეთ რომ უშიშრად იყოს თქვენთან, ვინაიდან ის უფლის საქმეს აკეთებს ისევე, როგორც მე. ამიტომ არავინ უგოლებელ ხოს, არამედ გამოისტუმრეთ მშვიდობიანად, რათა მოვიდეს ჩემთან, ვინაიდან ველოდები მას ძმებთან ერთად. რაც შეეხება ძმა აპოლოს, ძალიან ვეხვეწებოდი რომ მოსულიყო თქვენთან ძმებით ურთ, მაგრამ არ ისურვა ახლა წამოსვლა, მაგრამ მოვა როცა შესძლებს. იფხიზლეთ, იდაქით რწმენაში, იყავით ვაშკაცურნი, იყავით ძლიერნი, ყოველივე თქვენი იყოს სიყვარულში. ხოლო შეგაგონებთ ძმანო, ხომ იცით სტეფანეს სახლობა, რომელიც აქაიას პირველი ნაყოფია, და რომ მათ თავიანთი თავი მიუძღვნეს წმიდათა მსახურებას. თქვენც დაემორჩილეთ ასეთებს და ყველას, ვინც თანამშრომელი და მოღვაწეა. და აი, მიხარია სტეფანას, ფორტუნატეს და აქაიკეს მოსვლა, ვინაიდან მათ შემივსეს თქვენი არყოფნა და დაამშვიდეს ჩემი სულიც და თქვენიც. ამიტომ სცანით ასეთები. მოგიკითხავენ აზიის ეკლესიები, დიდად მოგიკითხავენ უფლის მიერ აკვილა და პრისკილა და ასევე მათი საშინაო ეკლესია. მოგიკითხავთ ყველა ძმა, მოიკითხეთ ერთმანეთი წმიდა ამბორით. მოგიკითხავთ ჩემი, პავლეს ხელით. ვისაც არ უყვარს უფალი იესო ქრისტე, იყოს შეჩვენებული, მარანათა. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი თქვენთან და ჩემი სიყვარული ყველა თქვენგანის მიმართ ქრისტე იესოში. ამინ.